ჩვენი სტუმარი საარჩევნო სიის 36 ნომერი პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი იქნება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმებით ბატონო სანდრო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო სანდრო, უკეთროა უხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა მიზანი გაქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე და როგორია მოლოდინი? როგორც ნებისმიერ პარტიას არჩევნების მიზანი არის, რომ პარტია გაძლიერდეს და ის მიზნები, რომელიც ჩვენ გვაქვს, გახდეს უფრო რეალისტური მათი მიღწევა. ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებია და 5 ოქტომბერს ქვეყანა რადიკალურად არ შეიცვლება, როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ ასეთი ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში თვითმმართველობაც ძალიან ფიქტიურია, იმიტომ რომ ყველაფერი კონცენტრირებულია თბილისში და ჩვენ გვინდა ამ არჩევნებზე პრინციპულად განსხვავებული, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა გაუჩინოთ ამ მორჩეველს, რომ მოვიდეს არჩევნებზე და როცა გააფრადებს 36-ს, მას ეყოლება თავისიანი საკრებულოში და ის პრობლემები, რომელიც ქალაქებშია თუ რეგიონებში, მათ შორის გაზრდილი ბიუროკრატიის გამო და ის შესაძლებლობის არ არსებობა, რომ ადამიანმა ეს პრობლემები მიიტანონ ხელისუფლებამ და გახადონ აქტუალური და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგვარდეს იმით, რომ მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი საკრებულოში, რომელთან ექნებათ მარტივი კომუნიკაცია და ეს არის ასევე გზა ჩვენი პარტიისთვის, რომ გავზარდოთ ხარდაჭერა სხვა რეგიონში და კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით მივიდეთ საპარლამენტო არჩევნებზე. უკეთრო აგვიხსნათ თქვენი პროგრამის შესახებ, რას სთავაზობთ განსხვავებულ სამორჩეველს? ჩვენი თქვათ პროგრამა ორი დიდი ბლოკისგან შედგება. ხო, ერთი რასაც ჩვენ თავაზობთ საკრებულოებში თითოეულ რეგიონს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ 24 რეგიონში გვაქვს სია შეტანილი და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე ათეული საკრებულოს წევრი ეყოლება ჩვენ ამორჩეველს. და ეს ნიშნავს, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ შეექმნებათ რაიმე ტიპის პრობლემა უზარმაზარ ბიუროკრატიასთან, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, მათ შეძლებათ მიმართონ თავის საკრებულოს წევრს და ის დაეხმარება ამ ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებაში. ფაქტობრივად პრივილეგია ექნებათ ყველა იმ ადამიანს, ვინც გირჩს დაუჭერს ხარს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლები ბიუროკრატიული წნეხი იყოს და მარტივად მოაგვაროს პრობლემები, რომელიც მერიასთან ან გამგეობასთან ექნება. და განსაკუთრებული ყურადღება, თქო და თბილისია, იმიტომ რომ ჩვენი თბილისის მერობის კანდიდატი ყავს იაგო ხვიჩია და ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელიც თბილისს უყურებს როგორც დიდ და ეკონომიკურად მნიშვნელოვან ქალაქს, რომელიც უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს და ცხოვრება იყოს კომფორტული და არა როგორც სოფელს, იმიტომ რომ მართველი გუნდი ცდილობს და დანარჩენი ოპოზიცია რაღაც დააბრუნოს თბილისი რაღაც წარსულში, მაგალითად სთავაზობს თბილისელებს მე-19 საუკუნის ტრანსპორტს ტრამვაის სახით, იმისათვის რომ მეტრო განავითაროს. ფაქტობრივად მთელი პოლიტიკა მიმართულია იმაზე, რომ მაგალითად მძღოლები შეზღუდონ, გააწვავონ და ძალით გადასვან ჯარიმები თუ პარკინგების არარსებობით თუ საცობებით ავტობუსზე და მერე ცარიელ გზებზე უკვე ალბათ ბიუროკრატებმა თვითონ უნდა იარონ. ჩვენ ამის ნაცვლად თავაზობთ, რომ ქალაქი იყოს ვითარდებოდეს და თან იყოს კომფორტული, რომ იყოს ნორმალური ტრანსპორტი, როგორც არის მაგალითად მეტრო, რომ მანქანით გადაადგილება იყოს კომფორტული და არ იზღუდებოდეს მძღოლი, იმიტომ რომ პარკინგი არ არსებობს. პირიქით პარკინგები უნდა შენდებოდეს, ხიდები უნდა შენდებოდეს, ესტაკადები უნდა შენდებოდეს და არა მარტო თბილისში, ზოგადად რუსთავის და მცხეთაც ეს არის თბილისის ეკონომიკური ზონა ფაქტობრივად და ამიტომ ტრანსპორტი უნდა მიდიოდეს რუსთავამდე მეტროს სახით, მცხეთასთანაც უნდა იყოს კომუნიკაცია ინფრასტრუქტურული და ამ ყველაფრის მეშვეობით ცხოვრება თბილისში უნდა ხდებოდეს სულ უფრო კომფორტული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საბოლოოდ კიდევ უფრო გაიზრდება წლების განმავლობაში. რეგიონებთან დაკავშირებით, როგორია თქვენი ხედვა, რომელ მუნიციპალიტეტებზე გააკეთა პარტია გირჩმა აქცენტი? ჩვენ ბუნებრივია ისტორიულად ხარდაჭერა დიდ ქალაქებში უფრო მაღალი გვაქვს ვიდრე რეგიონებში, მაგრამ ამ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ისეთ რეგიონებს, სადაც ნაკლები ხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის იმიტომ, რომ სულ უფრო კარგი პოზიციებით მივიდეთ საპარლამენტო არჩევნებზე და მოვიპოვოთ იმ ხალხის ხარდაჭერა, რომელიც ადრე არ ქონდა რაღაც სხვა მიზეზების გამო ჩვენთან კომუნიკაცია. ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ გვექნება განსაკუთრებულად კარგი შედეგები იმერეთში.
სამეგრელოში ჩვენ ახლა ტურნე გქონდა ბოლო დღეებში, სუგურში დაბრუნდიმე და ხვალ დაბრუნდება იაგო რეგიონიდან. იმერეთი მოვიარეთ, ლენტაში ვიყავით, საგერში ვიყავით, სამეგრელოში იყო იაგო, გურიაში, აჭარაში და ფაქტობრივად ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რეგიონებში გაგვესდება მხარდაჭერა. რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს ამ შემთხვევაში? ჩვენ ბევრი ირიბის შეფასების მექანიზმები გვაქვს, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენი სიხშირე ამორჩეულთან ურთიერთობის ხარისხი, ჩვენი სოციალურ ქსელებში აქტივობა, შემოწირულობა, რომელთაც ჩვენ ერთ-ერთი პარტია ვართ მოგესწრებათ, რომელიც ამორჩეულის შემოწირულობით არსებობს და ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ ჩვენ აბსოლუტურად რეკორდული მხარდაჭერა გვექნება ამ არჩევნებზე და დიდი ოპტიმისტით უყურებ 4 ოქტომბრის საღამოს. თუმცა მე არ ვიცი ზუსტად როგორი იქნება კონკრეტული შედეგები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ რეგიონში ბევრად მეტი შედეგი, მეტი ხმა გვექნება, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. მოლოდინი როგორი არის, მაინც დაახლოებით თქვენ უკეთ რა აგვიხსნათ? მოდით ასე ვთქვათ, თბილისში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეორე ტური შედგება მეერობის არჩევნებზე, გასაგებია პირველ ტურის მოგებაზე ამის ამბიცია არ გვაქვს, მაგრამ თუ მეორე ტური დადგება, ის ოპოზიციური ამორჩეული, რომელიც იმედგაცრუებული დარჩება ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის შემდეგ, ლელო გახარიების ამორჩეული თუ ასეთები მოიძებნება და ქართული ოცნების ამორჩეული, რომელსაც აღარ უნდა რაღაც დაძაბულობა და სიძულვით არჩევნებს გაკეთება და უბრალოდ უნდა უკეთეს ქალაქში ცხოვროს. მაშინ გაჩნდება შანსი, რომ მეორე ტურში მოგების ალბათობა გაიზრდება. ხოლო რაც ეხება საკრებულოებს, აქ რთულია პროგნოზირება, იმიტომ რომ მათ შორის დამოკიდებულია სხვა პარტიების შედეგებზე, მაგრამ დაახლოებით 20-დან 30-მდე საკრებულოს წევრის პროგნოზირებთ ქვეყნის მასშტაბში. იმ ფონზე, როცა ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბერს აქციას აანონსებს, როგორია თქვენი პარტიის ხედვა ზოგადად 4 ოქტომბერთან დაკავშირებით? ისეთ ვიწრო პარტიულად ალბათ მე მაწყობს, რომ ამორჩეულის დიდი ნაწილი, რომელიც ჩემი ამორჩეული არის, არ მივა არჩევნებზე, მაგრამ მეორე მხრივ ის რაც უცნაური გარემო, რომელიც ამ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობით ჩამოყალიბდა, უბრალოდ ასუსტებს ჩვენ კონკრეტულ უპირატესობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სხვა პარტიებზე უკეთესად შეგვიძლია ჩამოყალიბოთ ჩვენი პოზიციები, დავიცვათ ეს პოზიციები დებატებში და საბოლოო ჯამში ამით სიტყვით ვაჯობოთ ჩვენ ოპონენტებს და როცა ისტერიული ფონი იყალიბდება, რომ ვითომ რაღაც დამხობა არის და რომელიც ძალიან სასაცილო იქნებოდა, რო არ ყოფილიყო ტრაგიკული, ამ პირობებში ძალიან რთული ილაპარაკოთ, თუნდაც იმ პრობლემებზე, რომელიც უკვე ვახსენე, ტრამვაის პრობლემა იქნება და მეტროსი თუ საცობების თუ მშენებლობის და თუ თუნდაც თვითმმართველობის. ამიტომ ერთი მხრივ ალბათ მე უნდა მაწყობდეს ასეთი უცნაური ქცევა ჩემი კონკურენტების, რომელიც თვით ლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფებიან, მაგრამ მეორე მხრივ მე მირჩენია, რომ ეს იყოს მართლა ცოცხალი პოლიტიკური პროცესი, დებატებით, დისკუსიებით, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ვაჯობებდით ოპონენტებს და ეს გამარჯვება ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ვიდრე გამარჯვება, როცა ოპონენტი უბრალოდ გაიქცა. რეგლამენტის მიხედვით თქვენ გაქვთ კიდევ 1 წუთი, რათა მიმართოთ ამ მომრჩეველს, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა მოახლოებულ არჩევნებზე თქვენს პარტიას? ეს არჩევნები ალბათ უნიკალური შანსი არის, როცა ამორჩეულს შეუძლია მივიდეს არჩევნებზე და ხმა არა ვიღაცის მიმართ სიძულვილის გამო მისცეს, არა ვიღაცის წინააღმდეგ მისცეს, არამედ უბრალოდ მისცეს ხმა უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს ქვეყანას. გასაგებია, რომ 5 ოქტომბერს რადიკალურად არაფერი არ შეიძლება, მაგრამ თითოეული ადამიანი, რომელიც გირჩს გააფერადებს, მას ეყოლება თავის წარმოქმნის საკრებულოში, მისი ცხოვრება გაუმჯობესდება თუნდაც ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში. რაც თავარია, მას ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც მართლა დაინტერესებული იქნება თავისი ქალაქის და რეგიონის პრობლემებზე, იმიტომ რომ ჩვენი კანდიდატები ეს არის ხალხი, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობს, უყვარს ეს რეგიონი და მართლა გულით განიცდის იმ პრობლემებს, რომელსაც ხედავს. ამიტომ ერთი მხრივ საკრებულოში იქნება ადამიანი, რომელიც ნამდვილ პრობლემებზე ილაპარაკებს და ილაპარაკებს იმ პრიორიტეტებს, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეორე მხრივ იქნება ადამიანი, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარებათ იმ პრობლემის გაჭირვას, რომელიც მერიები და ზოგადად ადგილობრივი მთავრობის ბიუროკრატია უქმნის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე 4 ოქტომბრამდე. ხოლო ჩვენ პარტიულად რაც უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ზოგადად პოლიტიკურ ველზე და შემდეგ არჩევნებზე რეალისტურს გავხდით იმ დაპირებებსაც, რომლებიც ზოგადად ჩვენ პარტიას ახასიათებს და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიცხოვრობთ თავისუფალ
მდიდარ და ქვეყანაში სადაც ყველა ადამიანი უფრო მარტივად მიისწრაფის თავისი ბედნიერებისკენ. მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი.